მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებო, მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს გიორგობას, ბედნიერ გიორგობას, თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჩვენ ქვეყანას და წარმატებები. გთხოვთ დღის წესრიგს კენჭი უყაროთ. მადლობა. დავიწყოთ პირველი საკითხი. გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი წიაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მესამე მოსმენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო ენუქიძე. გთხოვთ ქალბატონი. მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს პირველ რიგში წარმატება ჩვენ და ჩვენ ქვეყანას. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ წიაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს. რედაქციული ხასიათის შენიშვნები რაც იყო ყველაფერი გათვალისწინებულია და დამატებით თუ გაქვთ კიდევ რედაქციული ხასიათის შენიშვნები მზად ვარ გავითვალისწინო. მადლობა. მე პირადად შენიშვნები არ მაქვს თუ კოლეგებო რაიმე შენიშვნები გაქვთ. მადლობა ქალბატონი, გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონ პროექტს. მადლობთ. მესამე მოსმენით მიღებულია კომიტეტის ფარგლებში. მადლობთ. შემდეგ მეორე საკითხი გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტი ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი. გთხოვთ ბატონი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, გილოცავთ მეც გიორგობას. მეს მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ ინოვაციების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტს და მისგან გამომდინარე ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში, როგორც მოგეხსენებათ, ინიციატივა მიზნად ისახავს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობას, ასევე ქვეყანაში კვლევისა და განვითარების, ეგრეთ წოდებული R&D მიმართულების სტიმულირებას. ამ თვალსაზრისით წარმოდგენილია რამოდენიმე ინიციატივა, ეს არის ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შემოღება და ამ სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის ჯამურად 10 წლიანი საგადასახადო შეღავათების შეთავაზება, ეს არის ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის შემოღება, ამ სტატუსის მფლობელი კომპანიისთვის R&D-ზე გაწეული ხარჯების სამმაგიო დენობის მოგების გადასახადის ბაზიდან გამოკითხვას და სახელდობრ კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსის შინაარსობრივი ცვლილებებიც, რაზეც ვსათვარ რომ მუხლობრივი პუნქტი გვაქვს თუ არა ცვლილებები? პირველი მუხლის პირველი პუნქტის ბ-ქვე პუნქტში არის ერთი რედაქციული ცვლილება და კორექტირდა ძირითადი კანონის მეორე მუხლის M-ქვე პუნქტი, სადაც გაკეთდა კონკრეტული მითითება მათ შორის ინოვაციების ინფრასტრუქტურის ჩამონათვალთან მიმართებაში. მეორე პუნქტი მეორე პუნქტში არის ტექნიკური ცვლილება და კორექტირდა მეხუთე პრიმა მუხლის სათაური ძირითად კანონში. მესამე პუნქტი არ არის ცვლილება. მეოთხე პუნქტი მეოთხე პუნქტში არის მოგესალმებით, თუ შეიძლება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის შენიშვნებს გავაჟღერებ თემატურად როგორ მეოთხე მუხთან დაკავშირებით. მეოთხე მუხთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები, მიზანშეწონილია ამ მუხლში, მეექვსე მუხლში დაკონკრეტდეს ვინ ექვემდებარება სავალდებულოს და ვინ ექვემდებარება ნებაყოფლობით რეგისტრირებას, ვინაიდან ავიცილოთ თავიდან ბუნდოვანება. ეს მეექვსე მუხლის ხა მეოთხეზე ვარ პუნქტი. კი ბატონო. ძირითადი კანონის. კი ბატონო. ესე იგი პირველი მუხლის მეოთხე პუნქტში არის ერთი რედაქციული შენიშვნა, ჯერ ამის შესახებ მოგახსენებთ, რაც შეეხება დიახ შინაარსობრივ ცვლილებას, ძირითადი კანონის მეექვსე მუხლის მეექვსე პუნქტში
მისაღებია აღნიშნული ცვლილება, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს რეგისტრაციის გადასახადის საფასურის დაკორექტირებას, დაფიქსირებას. ესე იგი იქნება პირველი მუხლის მეოთხე პუნქტის ცვლილება არის, რაზეც ვსაუბრობთ. მოდით, მე მგონი მეოთხე მუხლის, მეორე თავის მეოთხე მუხლის შინაარსობრივ ნაწილს დავაყენებ ჩვენი მხრიდან. ესე იგი, ერთი პირველი რაც იყო ეს რეგისტრირების ნაწილში, სადაც იყო სავალდებულო და ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შესახებ, აქ რომ დაკონკრეტდეს ვის ეხება ნებაყოფლობითი და ვის ეხება სავალდებულო და მეორე შინაარსობრივი რაც იყო, ესე იგი, ფასის საფასურის ნაწილში სწორი პრაქტიკის მიხედვით ჩვენ გვაქვს ხოლმე რომ რეკომენდაციას გავცემთ მთავრობის დადგენილების ნაცვლად კანონშივე იყოს საფასური განსაზღვრული. კი ბატონო. კარგი. გავაგზავნოთ? მეხუთე პუნქტში გვაქვს თუ არა? მეხუთე პუნქტში არ გვაქვს ცვლილება. და მეექვსე პუნქტი? მეექვსე პუნქტში არის მთელი რიგი ცვლილებები, არის ტექნიკური ცვლილება, რომლითაც დაკორექტირდა ძირითადი კანონის სათაური, მეორე თავის პრიმა სათაური, ასევე არის შინაარსობრივი ცვლილება. ეს არის მე-15 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის ბ-ქვე პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა ინოვაციური სტარტაპისთვის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, კერძოდ დაკონკრეტდა, რომ სააგენტოსგან მიღებული საგრანტო დაფინანსების მოცულობა, ასევე მოპოვებული ინვესტიციისა და საგრანტო დაფინანსების ვალიდურობა, კერძოდ 2 წლიანი ვადა შემოვიღეთ დაფინანსების მიღების ვალიდურობის, განცხადების გაკეთების მომენტისათვის, ასევე დაკონკრეტდა, რომ საგრანტო დაფინანსება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 150,000 ლარს, რომელიც მიიღო სტარტაპმა. არის ერთი რედაქციული ცვლილება პირველი მუხლის მე-6 პუნქტში, რომლითაც ძირითადი კანონის მე-15 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის გ-ქვე პუნქტი ტექნიკურად გასწორდა, ასევე არის რედაქციული ცვლილება საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დაყენებული, რომლითაც მე-15 ძირითადი კანონის მე-15 სეკუნდა მუხლის მე-4 პუნქტის ბ და გ პუნქტები დაკორექტირდა. არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომლითაც დაკორექტირდა ძირითადი კანონის მე-5 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი და არის შინაარსობრივი ცვლილება, რომლის მიხედვით ძირითადი კანონის მე-15 6 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის ბ-ქვე პუნქტი დაკონკრეტდა. კერძოდ საუბარი არის კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული ძირითადი ეკონომიკურ საქმიანობაზე. ეს არის 72.1 ნეის კოდი, კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში. ამასთან ერთად კავშირი ან და შეიცვალა ან კავშირით. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს ან გაწეულ ხარჯებს შორის უდიდესის 80%-ის აღებას, როგორც მინიმუმს იმისათვის, რომ სტატუსის პირობები იქნას დაკმაყოფილებული. ეს არის რაც შეეხება პირველი მუხლის მე-6 პუნქტს. მე-6 პუნქტს. თქვენ ხომ არ გაქვთ პირველი მუხლის პუნქტებს რამე კომენტარი? გაჟღერდა პრინციპი. ხო, კარგით, მივყვეთ შემდეგ მუხლი 2 გახორციელდა თუ არა ცვლილება მუხლი 2-ში? მეორე მუხლის A-ქვე პუნქტში არის ტექნიკური ცვლილება და G-ქვე პუნქტში არის ასევე ტექნიკური ცვლილება. მაგრამ ჩვენ ნაწილში რა გვაქვს? ამ პუნქტთან დაკავშირებით ტექნიკური არის დაცილობიდან იყო გაჟღერებული. კარგით, გავაგზავნოთ მუხლი 3 პირველი პუნქტი არ არის ცვლილება. არ არის. მეორე პუნქტი არ არის ცვლილება. კარგით, შემდეგი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი მუხლი 1 განხორციელდა. არ არის ცვლილება. მუხლი 2 არ არის ცვლილება. კარგით, მადლობთ. რაიმე კომენტარები ხო არ გსურთ რომ გავაკეთოთ? მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტია, რომელიც კი გასვით.
ბოდიში პირველ რიგში მე შევერთდები პირველ მოსმენაზე სამწუხაროდ არ გახდით საქართველოში და როდესაც დაყენებული იყო პირველი მოსმენით, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ინოვაციების შესახებ კანონმა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისათვის, რასაც დიდი მადლობა როგორც ინოვაციების სააგენტოს, ასევე ეკონომიკის სამინისტროს. ასევე მნიშვნელოვანია ის ცვლილებები, რომელიც დღეს იქნა წარმოდგენილი. რამდენიმე ისეთ მოკლე კითხვას დავსვავ და შეგვიძლია მე უკვე შემდგომში დეტალებშიც გავიაროთ. პირველ რიგში, თუ შეგვიძლიათ რომ გითხრათ, აი სამართლებრივადაც რეესტრი ერთ-ერთი დაცვა იქნება იმისა, რომ ავირიდოთ თავიდან ამ საგადასახადო შეღავათებით პოტენციურად ბოროტად გამოყენების ასე ვთქვათ, მცდელობები. დამატებით რაიმე მექანიზმს რეესტრის გარდა, ან თუნდაც რეესტრში მოხვედრის ნაწილში როგორ ხედავს ეკონომიკის სამინისტრო, ერთი ეს კითხვა მექნება. მეორე არის ასევე მექანიზმთან დაკავშირებით კვლევა და განვითარების ხარჯების ლეგიტიმურობის შეფასება თვითონ კომპანიიდან, აი ამის შეფასებას როგორ გააკეთებ და რის საფუძველზე მიენიჭება კომპანიას რეგისტრაცია და ზოგადად რა მოლოდინები გვაქვს დაახლოებით პირველ წელს თუ გაქვთ გაკეთებული დაახლოებით სტატისტიკა როგორ გაიზრდება. დარჩენი ბევრი არის, თუმცა მე შეგვიძლია რომ უკვე შინაარსობრივად შემდგომში გავიაროთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ ხარდაჭერისთვის პირველ რიგში. რაც შეეხება რეესტრის წარმოებას და ზოგადად ადმინისტრაციულ ნაწილს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი არაკეთილსინდისიერი გამოყენება, პროცესი ასე გამოიყურება, მოხდება სტარტაპის მიერ ან სხვა სტატუსის მაძიებელი კომპანიის მიერ პირველ რიგში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოზე მიმართვა. იქნება სპეციალური კომისია, რომელიც ამ კანონის მიხედვით და სხვა კანონქვემდებარე აქტების მიხედვით შეაფასებს კონკრეტულ განაცხადს. მიზანშეწონილობის შემთხვევაში თუ ჩაითვლება კომისიის მიერ, რომ კომპანია აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მოხდება საკითხის ინიცირება ეკონომიკის სამინისტროზე და ეკონომიკის სამინისტრო თავის მხრივ მიზანშეწონილობის შემთხვევაში საკითხს გაიტანს მთავრობაზე და საბოლოო ჯამში მთავრობის განკარგულებით მოხდება სტატუსის მინიჭება, რაც ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი ხარისხის ლეგიტიმაციას მიანიჭებს მთავრობის ნაწილში, რა თქმა უნდა, თითოეული ასე ვთქვათ, სტატუსის მინიჭება იქნება მთავრობის განკარგულებით დადგენილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ აქ ასე ვთქვათ, საშუალება манипуляციისთვის არ იქნება, რაც შეეხება ხარჯების შეფასების ნაწილს. კანონი დეტალურად არ საუბრობს ამ ნაწილზე, თუმცა საუბრობს იმაზე, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმძღვანელო, რომლითაც მოხდება შეფასება გაწეული ხარჯების იმისათვის, რომ ისინი დაკვალიფიცირდეს შესაბამის კატეგორიაში. არსებობს საერთაშორისო საკმაოდ ფართო გამოცდილება ამ მიმართულებით OECD-ს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სახელმძღვანელო ფრასკატის ეგრეთ წოდებული მენუალი, სადაც არის ძალიან დეტალურად გაწერილი R&D მიმართულების ასეთი ტიპის ხარჯების კლასიფიკაციები სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, მათ შორის ამ დოკუმენტს გამოიყენებს საქართველოს მთავრობა და ეს წესიც იქნება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული. შესაბამისად, კანონი გვაძლევს გარკვეულ დროს იმისათვის, რომ წესრიგში მოვიყვანოთ უკვე კანონქვემდებარი აქტები ამ პროცესის მართვისთვის და ადმინისტრირებისთვის. მადლობა. გვაქვს კიდევ კითხვები, მეგობრებო, კოლეგებო? კარგით, პირადად მიმაჩნია, რომ უნიშნულოვანი კანონპროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების განვითარებას, კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევასა და განვითარებაში საგადასახადო შეღავათები, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რესურსი ჩაედოს კვლევას და განვითარებაში, research and development-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და თუ არ ვცდებით დღევანდელ რეალობაში 0.25% არის ჩვენ GDP-ს და ჩვენი მოლოდინი არის, რომ 1%-ს გადასცდება აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ბიზნესის და ეკონომიკის განახარჯები კვლევასა და განვითარებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას და სტაბილურობას. გთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს უყაროთ კლენჩი.
მადლობთ. კარგით. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. მე ჩვენს კოლეგას ვთხოვ რომ წაიყვანოს მესამე საკითხი, რადგან მე გახლავართ მოხსენებელი, გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მეც მინდა რომ მოგილოცოთ ყველას გიორგობა, ბრავოს და ეს არის. მესამე საკითხი დღევანდელი ჩვენი დღის წესრიგის არის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელია საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი შოთა ბერიკაშვილი. გთხოვთ ბატონო შოთა. მადლობთ ბატონო ირაკლი. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონ პროექტს ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, დღეისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები განთავისუფლებული არიან სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდისგან. იმის და მიუხედავად, რომ სარგებლობენ ელექტროენერგეტიკული სისტემით. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის სრულყოფილი ფუნქციონირება და დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრა, ისე რომ მოხმარებელს კვლავ შეეძლოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამოყენება. თუმცა მხოლოდ სამართლიანი შეღავათების აღნიშნულის მიღწევისაღწევად კანონპროექტი შემუშავდა ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც გულისხმობს ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლას. კერძოდ შემოთავაზებული ცვლილების თანახმად პირველი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების ანაზღაურებისგან განთავისუფლების შეღევათი ჩანაცვლება მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებით. დაადგინოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობები. 2027 წლის 1 იანვრამდე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომსახურებელ საბოლოო მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, რომ 2033 წლის 1 იანვრამდე ისარგებლოს მიერთების მომენტისთვის მოქმედი პირობებით, რაც მოიცავს წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და შედეგად სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებისგან განთავისუფლებას. გარდამავალ პერიოდში 2027 წლის 1 იანვრამდე შესაძლებელი იქნება 100 კილოვატამდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთება იმ შემთხვევებში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე გადააჭაბრებს კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, რაც შეადგენს 20%. ასეთ შემთხვევაში მოხმარებელი ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაზე მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიაზე ანაზღაურებს როგორც მიწოდების, აგრეთვე სასისტემო მომსახურების საფასურს კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ეს არის აღნიშნული კანონპროექტი და მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ევროკავშირის ენერგოპაქტთან თანხმდრაში არის და ენერგოგაერთიანება ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ჩვენ გადავიდეთ ნეტ აღრიცხვიდან ნეტ დარიცხვის პრინციპზე. თუ რამე კითხვები გვაქვს, ლატვარ ხო, კიდევ ევროინტეგრაციის კომიტეტს ჰქონდა შენიშვნა, რომელსაც წარმოგვიდგეს და მეორე მოსმენით განხილვის დროს განვიხილავთ აღნიშნულ შენიშვნას. თქო, თუ კითხვები არ გვაქვს, უყაროთ აღნიშნულ კანონპროექტს. მადლობა. შენი სათქმელი. ბოდიში. კარგი, გავაგზელოთ. კარგი, გავაგზელე. კარგი. ხო, მეოთხე საკითხი გვაქვს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მოხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო თანდილაშვილი. გთხოვთ ქალბატონი.
მადლობა, მოგესალმებით. მეც გილოცავთ დღევანდელ დღეს მრავალს დაესწარით. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენისთვის გარემოსდაცვის შეფასების კოდექსის ცვლილებების პროექტს. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ გარემოსდაცვის შეფასების კოდექსი 2018 წელს ამოქმედდა და შემუშავდა კოდექსი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, რომელიც სრულად პასუხობდა ევროკავშირის შესაბამის დირექტივის მოთხოვნებს და ჰარმონიზებულია ბუნებრივია ევროპულ კანონმდებლობასთან და მოთხოვნებთან. ფაქტობრივად მე-6 წელია, რაც უკვე კოდექსი ძალაში არის შესული, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია თავის შინაარსით, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი თუ კერძო პროექტი, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, სწორედ ამ კოდექსის შესაბამისად საჭიროებს გარკვეული ტიპის გარემოსდაცვითი ნებართვების აღებას. და ცხადია, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებები პასუხობდეს იმ პრაქტიკულ, ასე ვთქვათ, ხარვეზებს, რაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში დავინახეთ ამ საკითხთან მიმართებით. მე-6 წელია, როგორც აღნიშნე, უკვე კოდექსის ამოქმედებიდან დღემდე და პრაქტიკამ გარკვეული ხარვეზები ამ თვალსაზრისით გამოავლინა. კერძოდ, ესე დავყოფდი, ასე ვთქვათ, მთლიანად ცვლილებების შინაარსს. ერთი ნაწილი გახლავთ პროცედურული საკითხები, რომელიც ფაქტობრივად წესრიგდება იმგვარად, რომ მეტად განჭვრეტადი გახდეს განცხადების რეგისტრაციიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესისთვის ის პროცედურები, რისი გავლაც მათ მოუწევთ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ნაწილში. ერთი ეს საკითხია, იმიტომ რომ კოდექსი, ასე ვთქვათ, ორ დანართად არის დაყოფილი. პირველი დანართით გათვალისწინებული საქმიანობები ითვლება, რომ მაღალი რისკის საქმიანობებია და ასე ვთქვათ, საჭიროებს ცალსახად გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების გავლას. მეორე დანართით გათვალისწინებული საქმიანობები საჭიროებენ მარტივი სკრინინგის პროცედურის გავლას, რა დროსაც დგინდება სრულყოფილი გარემოზე ზემოქმედების შეფასება საჭიროა თუ არა. რა თქმა უნდა, პროცედურის მიზანი არის ის, რომ საქმიანობის განხორციელებამდე ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოსდაცვითი რისკები და შევამციროთ ის მოსალოდნელი ზემოქმედება გარემოზე, რაც თითოეული პროექტის განხორციელებას ახლავს თან. ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტები, მაგისტრალები, ხიდები, გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, თუ ნებისმიერი სხვა მრეწველობა, ტიპის სამრეწველო პროექტები, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას და როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამიტომ ცალსახაარო პროცედურები უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და დახვეწილი, რომ ბიზნეს კონდეს სრულყოფილი ინფორმაცია განაცხადის წარმოდგენიდან საბოლოო ეტაპამდე, რა პროცედურების გავლა უწევს მას და ასე ვთქვათ, რა ვადაში შეძლებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, იმიტომ რომ ვადებსაც მოგეხსენებათ პროექტის განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ სწორედ აი ამ პრაქტიკული ხარვეზების გათვალისწინებით, რაც დავინახეთ ამ წლების განმავლობაში, მაქსიმალურად ვაზუსტებთ ადმინისტრაციული წარმოების ვადებს და ვაზუსტებთ ასევე ისეთ საკითხებს, როგორც არის მაგალითად ხარვეზის დადგენის შესაძლებლობის საკითხი, ხო? ასევე ვაზუსტებთ იმ ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც კომპანიამ უნდა მოიტანოს იმისთვის, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს სახელმწიფოსგან და ეს ინფორმაცია ძალიან დეტალურად იქნება გაწერილი, იმიტომ რომ ხშირია კითხვები, მათ შორის გარეშე, ასე ვთქვათ, კომპანიებისგან, ბიზნესებისგან, მათ შორის სახელმწიფო უწყებებისგან, რომ აი ზუსტად რა ტიპის ინფორმაციას უნდა მოიცავდეს გეზეშეს ანგარიში და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამიტომ ამ ნაწილში იქნება მაქსიმალური სიცხადე, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. მეორე საკითხი, რასაც მე ასე ვთქვათ გამოვყოფდი, ერთი პროცედურული ნაწილი ვთქვით, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე მაქსიმალურად დაიხვეწება, ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და გამჭვირვალე და განჭვრეტადი გახდება. მეორე საკითხი ეს არის საქმიანობების ჩამონათვალი. როდესაც ჩვენ გეზეშეს კოდექსი თავის დროზე, ასე ვთქვათ, მივიღეთ, რა თქმა უნდა, ეს საქმიანობების ჩამონათვალი უმეტესწილად გადმოვიტანეთ დირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დირექტივა ზუსტად ჩამოთვლის იმ საქმიანობებს, რასაც ასეთი ტიპის ნებართვები სჭირდება. მაგრამ პრაქტიკაში ასევე დავინახეთ გარკვეული, ასე ვთქვათ, ამ წლების განმავლობაში დაგროვდა პრაქტიკა და უკვე ცალკეულ საქმიანობებს სჭირდება კონკრეტული ზღვრების დადგენა, რომ ყველა, ასე ვთქვათ, მასშტაბის საქმიანობა არ მოექცეს ამ რთული პროცედურის ქვეშ. ამიტომ ჩვენ შეგვაქვს საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები საქმიანობების ჩამონათვალის ნაწილში, ისეთი საქმიანობები, რომელიც ტრადიციულად სულ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას თავის წარმადობიდან გამომდინარე, ნაწილი გადავა პირველ დანართში, ხოლო მეორე დანართის საქმიანობებს დაუწესდებათ ზღვარი, რომ ასე ვთქვათ, ყველა მცირე ობიექტი
ობიექტს არ მოუწიოს ამ გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. აი ეს არის მეორე მნიშვნელოვანი და კონცეპტუალური საკითხი. მესამე საკითხი არის ასევე ვფიქრობ, რომ საკმაოდ კონცეპტუალური, იმიტომ რომ კოდექსი გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ის პროცედურებისა, რომელიც ინდივიდუალურ პროექტებს უტარდება, აი როგორც აღნიშნე მაგისტრალები, გზები, ხიდები, ჰიდროელექტროსადგურები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ნებისმიერი ქიმიური მრეწველობის საწარმოები, მეტალურგიული საწარმოები, ხო, აი ესეთი ტიპის ობიექტებს ვუტარებთ ჩვენ ამ პროცედურას და ვაძლევთ შემდგომ საბოლოო ნებართვას. ასევე ითვალისწინებს ეგრეთ წოდებული სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასების პროცედურას სივრცითი და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტებისთვის, მუნიციპალური დაგეგმარების გეგმებისთვის, ქალაქმშენებლობითი სივრცითი გეგმებისთვის და აქაც კანონში, ესე ვთქვათ, ამ პრაქტიკული მოცემულობიდან გამომდინარე, მას შემდეგ რაც სივრცითი დაგეგმარების კანონი მივიღეთ, რაც გარკვეული, ესე ვთქვათ, გადაფარვები დავინახეთ სტრატეგიულ გარემოსდაცვის შეფასებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას შორის. ანუ რაღაც მომენტში ისე გამოვიდა, რომ თითქოს ერთ დოკუმენტს შეიძლება ორი პროცედურა ჩაუტარდეს კოდექსით გათვალისწინებული, რაც ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი და არ ასე ვთქვათ, საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურასთან არის დაკავშირებული და აქაც ვაზუსტებთ იმ სივრცითი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელსაც დასჭირდება სტრატეგიული გარემოსდაცვის შეფასება, მაგრამ ისეთი განაშენიანების პროექტები, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების პროექტები, რომლებიც ასე ვთქვათ, ინდივიდუალური მასშტაბური განვითარებას ითვალისწინებს, ასეთ შემთხვევას დასჭირდება მხოლოდ გეზეშე სკრინინგის პროცედურა. აი ეს არის ასე ვთქვათ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც წარმოდგენილი კოდექსით ჩვენ განსაზღვრეთ. აუცილებლად ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ცვლილება ჩვენ დირექტივის მოთხოვნების მიხედვით გადავამოწმეთ და ის პასუხობს დირექტივის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და იმ პრაქტიკას, რაც ევროკავშირში არსებობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების თვალსაზრისით, აქ უბრალოდ პროცესუალური საკითხების დაზუსტება ხდება და ასევე დასკვნისთვის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კანონპროექტი განვიხილეთ ბიზნეს ასოციაციაში, ჰქონდა საკმაოდ, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი და ძალიან დეტალური განხილვა ამ პროექტის და ბიზნესისგან ძალიან, ასე ვთქვათ, დადებითად შეფასდა ის ცვლილებები, რასაც ჩვენ კანონში ვახორციელებთ, გამომდინარე ისევ და ისევ იქიდან, რომ პროცედურები იმდენად ზუსტდება და გამჭვირვალე და ასე ვთქვათ, ზუსტი ხდება და გასაგები ხდება, რომ ბუნებრივია ეს ბიზნესისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნებისმიერ ეტაპზე საქმიანობის დაგეგმვისას. ეს არის წარმოდგენილი ცვლილებებთან დაკავშირებით, მოკლედ, მადლობა. Kolegivo, komentarები ხომ არ მადლობთ ქალბატონო ნინო, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონპროექტი, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესები იყოს გასაგები და ზუსტი და მათთვის ორ მხრივად მნიშვნელოვანია ეს, როდესაც პროცესი გასაგებია, პროცესის დროს ზუსტად განსაზღვრავ და მეორე, როდესაც პროცესი გასაგებია, ბიზნეს თვალსაზრისით აღნიშნული პროცესის ხარჯი ზუსტად გასაგებია და ამას ყოველივეს მივესალმებით, განსაკუთრებით იმას, რომ თქვენი აღნიშნული კანონპროექტი ცვლილებები დაფუძნებულია იმ 6 წლიან გამოცდილებაზე, რომელიც 6 წლის განმავლობაში პრაქტიკამ გვაჩვენა და ყველაზე კარგი მასწავლებელი მაინც პრაქტიკაა და ამას მივესალმებით მნიშვნელოვნად. გთხოვთ კოლეგებო, აღნიშნულ კანონპროექტს ხო, ერთი ბოდიში, ხო, ჩვენ გაგვაჩნია ერთი ცვლილება კანონპროექტთან დაკავშირებით იურიდიული ტექნიკური თვალსაზრისითაა და ამასაც გამოგიგზავნით წერილობით. გთხოვთ აღნიშნულ კანონპროექტს უყურებთ. მადლობა. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, მე-5 და მე-6 საკითხს ვაერთიანებთ, ეს არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომსახურებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დაცვის სამსახურის საქმიანობის 2023 წლის და 2024 წლის ანგარიში მოხსნენებელი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დაცველი ქალბატონი გვანცაჭხეიძე გთხოვთ კანონმდებლობა. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, მეც გილოცავთ დღევანდელ დღეს საუკეთესო სურვილებით. და კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ შესაძლებლობისთვის წარმოგიდგინოთ სატელეკომუნიკაციო დარგში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში.
დღევანდელი ჩემი მოხსენება ეხება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 2023 და 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს. აღნიშნული მოიცავს ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებრივი დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის და ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შეჯამების შესახებ. ვფიქრობ, აღნიშნული საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ და შეაფასოთ ის როლი და მნიშვნელობა, რომელიც სამსახურს აკისრია სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და რეალიზების კუთხით. გასულ წლებში სამსახურის მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა უზრუნველყო როგორც სამსახურისადმი მომხმარებელთა ნდობის და ცნობადობის ამაღლება, ასევე სამსახურში წარმოდგენილი საჩივრების და მიღწეული შედეგების სტატისტიკური მაჩვენებლებების მკვეთრი ზრდა, რაც შესაძლებელია სამსახურის საქმიანობის დადებითად შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად იქნეს განხილული. როგორც მოგეხსენებათ, ომბუდსმენის სამსახურის მთავარ დანიშნულებად კანონმდებელმა განსაზღვრა სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, რასაც სამსახური საკმაოდ ფართოდ განმარტავს და რაც თავისთავად გულისხმობს როგორც მომხმარებელთა მომართვიანობის საფუძველზე დაწყებული წარმოების ფარგლებში საკითხის შესწავლას, გადაწყვეტას, რეკომენდაციის გაცემას, მომხმარებელთა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, ისე მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად დამცველის მიერ უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებს. მაგალითად, შეიძლება გამოვყოთ სამსახურის მხრიდან მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, კვლევითი საქმიანობის განხორციელება და ასე შემდეგ. დამცველი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებათა ფარგლებში მონაწილეობს საკანონმდებლო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებმაც შესაძლებელია ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელთა ინტერესებზე და ასე შემდეგ. დამცველს შეუძლია მომხმარებლის წარმოდგენა როგორც მომსახურე კომპანიასთან, ისე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და სასამართლოში. მინდა გაცნობოთ, რომ დამცველის სამსახურის გუნდი 2024 წლამდე დამცველისა და 4 თანაშემწისგან შედგებოდა. გასულ წელს გაზრდილი მომართვიანობიდან და საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობიდან გამომდინარე, მიზანჩეტონილად ჩავთვალე ერთი თანამშრომლის დამატება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შემოდგენილობა კვლავ მცირეა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევინარჩუნოთ და ავამაღლოთ სამსახურის მომსახურების ხარისხი და სტანდარტი. აღსანიშნავია, რომ დამცველი საქმიანობის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებელს შორის დავის გადაწყვეტის პრიორიტეტულ საშუალებად მიჩნეული გვაქვს დავის გადაწყვეტა მედიაციის წარმოების საფუძველზე, რომლის ფარგლებში მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს მიეცემათ რეკომენდაცია მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, რაც წარმოადგენს დავის მორიგების საფუძველზე არის საკითხის გადაწყვეტის ქმედითი მარტივი და მოქნილი საშუალება. აქვე ხაზს გაუსვამ იმ გარემოებას, რომ სამსახური ორიენტირებული არის მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით დადებითი შედეგი მიღწეული იქნეს თავად ჩვენთან სამსახურში დაწყებული წარმოების ფარგლებში, რაც თავის მხრივ ამცირებს დავის მარეგულირებელ კომისიაში ან სასამართლოში გაგრძელების საჭიროებას და უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას ზედმეტი ადმინისტრაციული პროცედურებისაგან თავის არიდებით მაქსიმალურად შემჭედრავებულ ვადებში. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ სამსახურში მომხმარებელთა მომართვიანობის საშუალებაზე და სტატისტიკაზე. მინდა გითხრათ, რომ მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია მომართოს სამსახურს. მომართვიანობის პროცესი მაქსიმალურად გვაქვს გათავისუფლებული ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისგან. კერძოდ, მომხმარებლისთვის სამსახური ხელმისაწვდომი არის ისეთი საკომუნიკაციო საშუალებებით, როგორიც არის ელფოსტა და შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ყველაზე უფრო გავრცელებულ მომართვის საშუალებას სამსახურისთვის დღეის მდგომარეობით. ასევე მომართვის საშუალებებია სამსახურის ვებგვერდი და სოციალური ქსელი, რომლითაც მომხმარებელს მარტივად შეუძლია გამოაგზავნოს განცხადება საჩივარი და ასევე მომხმარებელს, რა თქმა უნდა, საჩივრის წარმოდგენის უფლება აქვს მატერიალური სახითაც. რაც შეეხება ინტერნეტის სიჩქარის და ხარისხის შეუსაბამობის თაობაზე საჩივარს, მომხმარებელს შეუძლია აღნიშნული განაცხადი გადმოაგზავნოს ელექტრონული პორტალის საშუალებით, რომელიც არის www.gmo.g. ანგარიში წარმოდგენილი არის ინფორმაცია მომხმარებელთა მომართვიანობისა და დეტალური სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ. ამასთან აღსანიშნავია, რომ გასული წლების მსგავსად 2023-2024 წლებში სამსახურში შენარჩუნდა მომართვიანობის მზარდი დინამიკა, რაზეც ნათლად მიუთითებს 2014-დან 2024 წლის ჩათვლით სტატისტიკური მაჩვენებლების თანაფარდობა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ეკრანზე. შედარებისთვის წლების მიხედვით შემოსული საჩივრების სტატისტიკა შემდეგნაირია, მაგალითისთვის თუ
კი 2017 წელს სამსახურში 293 საჩივარი ფიქსირდებოდა. თქვენ ხედავთ როგორი მატება გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად 2022 წელს შემოვიდა 1227 საჩივარი, 2023 წელს 1572, ხოლო 2024 წელს 2959 განცხადება საჩივარი. როგორც ხედავთ, სამსახური ინარჩუნებს მომართვიანობის მზარდ დინამიკას, ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამსახურში როგორც 23, ისე 24 წლებში მომართვიანობის ზრდის კვალდაკვალ შენარჩუნებულია და ასევე გაზრდილი არის დაკმაყოფილებულ მომხმარებელთა რაოდენობა, რაც ასევე სტატისტიკური ფორმების სახით მინდა წარმოგიდგინოთ ეკრანზე. თქვენ ხედავთ, რომ 2023 წელს სულ შემოსული 1572 განცხადება საჩივრიდან სრულად დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობამ შეადგინა 1438 განცხადება საჩივარი, ხოლო 2024 წელს სულ შემოსული 2959 განცხადება საჩივრიდან სრულად დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობამ შეადგინა 2808 განცხადება საჩივარი. დანარჩენ შემთხვევაში სამსახურის მიერ დარღვევა ან არ დაფიქსირდა, ან საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. როგორც წარმოდგენილ სლაიდზე ხედავთ, სამსახურში შემოსული საჩივრების სტატისტიკა სახეების მიხედვით არის გადანაწილებული შემდეგნაირად და 2023 წელს ლიდერობს ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებით შემოსული საჩივრები, მას მოსდევს მაუწყებლობის ტრანზიტ მომსახურებასთან დაკავშირებით შემოსული საჩივრები, ხოლო მობილური და ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურების სახეებთან დაკავშირებით საჩივრები ბოლო ადგილს იკავებს. შემოსული საჩივრების სტატისტიკა სახეების მიხედვით 2024 წელსაც მსგავსი დინამიკით არის გადანაწილებული და კვლავ 2024 წელსაც ლიდერობს ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადება საჩივრები. ახლა კი გადავალ საჩივრების თემატიკაზე. წარმოდგენილ ანგარიში შემოსული საჩივრები დაჯგუფებული არის თემატიკის მიხედვით და თქვენ ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე მათგანზე. ამ და შემდეგ სლაიდზე წარმოდგენილი დიაგრამები ასახავს 2023-2024 წლების მანძილზე სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრების ფარგლებში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებს. სამსახურში შემოსული განცხადება საჩივრების თემატიკის მაჩვენებლთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდში პირველი სამეული გადანაწილდა შემდეგ თემატიკაზე, როგორიც არის ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქცია, ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება და მომსახურების შეზღუდვის ან და შეწყვეტის პირობები და უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება. 2023 წელს სამსახურმა განახორციელა ერთი მხრივ დამცველი სამსახურში შემოსული საჩივრების თემატიკის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი 5 წლიან ჭრილში, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყო კომპანიების მიერ რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფარგლებში, მარეგულირებელ კომისიაში და საზოგადოებრივი დამცველი სამსახურში ყოველი კვარტლის ბოლოს სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრების ანალიზი, კერძოდ მონაცემები დამუშავდა შემდეგნაირად. სამსახურში შემოსული საჩივრების თემატიკის ანალიზი 5 წლიან ჭრილში, შპს მაგთიკომის და სილქნეთის მიმართ სამსახურში შემოსული საჩივრების თემატიკის შედარებითი სტატისტიკა, კომპანიების მიმართ დამცველი სამსახურში დაფიქსირებული მომხმარებელთა მომარჯვენობის სტატისტიკა 5 წლიან ჭრილში, მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში შესული მომხმარებელთა საჩივრების მაჩვენებლები და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში შესული მომხმარებელთა საჩივრების მაჩვენებლები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეობების ჭრილში. ანგარიში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი ტენდენციების მიხედვით სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი სამონიტორინგო, სარეკომენდაციო და საპრევენციო ღონისძიებების დაგეგმა განხორციელებას. შემდეგი სლაიდი ეთმობა სამსახურის მნიშვნელოვან აქტივობებს. როგორც უკვე აღნიშნე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზანი საკმაოდ ფართო და მრავლისმომცველია და ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ მომხმარებელთა დარღვეული უფლების აღდგენის კუთხით მიმართული საქმის წარმოებით. ამ მიზნით კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულების პარალელურად სამსახურის მიერ სტრატეგიულ მიმართულებებად არის იდენტიფიცირებული მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დაცვის პერმანენტული მონიტორინგი და სხვადასხვა კვლევების წარმოება და ასევე უწყებათა შორისი აქტივობები. სამსახურის მიერ დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა შემდეგი აქტივობები: კამპანია იცნობდა შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში, ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება, სამონიტორინგო კვლევითი და სარეკომენდაციო მიმართულება და საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში იდენტიფიცირებული საკითხების შესწავლა ანალიზი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, ეს არის მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად სამსახურის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვალში აი ამ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალურ მომხმარებლამდე ნათლად და მკაფიოდ იქნეს მიტანილი ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მიუღებლობისა და მასზე რეაგირების აუცილებლობის თაობაზე. ამ მიმართულებით სამსახური ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპით: ხარისხიანი მომსახურების წინაპირობა ინფორმირებული მომხმარებელია. დამცველი სამსახურმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში 23-24 წლებში სულ ჩაატარა 280 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტში, სასწავლო დაწესებულებებში და საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან და ამ მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საინფორმაციო კამპანიის პარკლებში უშუალო კომუნიკაცია შედგა დაახლოებით 16,000-მდე მომხმარებელთან. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში პროექტის ბენეფიციარებს მიეწოდებოდა დეტალური ინფორმაცია დამცველი სამსახურის ფუნქციების და მომხმარებლისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების შესახებ, მომსახურების მიწოდებელი კომპანიების ვალდებულებების და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში განცხადება საჩივრის განხილვის წესებისა და ვადების თაობაზე, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ინტერაქტიული რეჟიმი უზრუნველყოფდა მომხმარებლების შესაძლებლობას დაეფიქსირებინათ თავიანთი პრობლემები და მიეღოთ პასუხები მათი მნიშვნელოვან საინტერესო საკითხებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით კომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია, რაც გათვალისწინებულია როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 24-26 წლების სტრატეგიით, ასევე სამსახურის 24-28 წლების სტრატეგიით და გაწერილი შესაბამისი მიზნებისა და აქტივობების სახით. სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის და ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს სამსახურის ვებგვერდი მომხმარებელი.com.g და სოციალურ ქსელში არსებული სამსახურის ოფიციალური გვერდი. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს აღნიშნულ ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციის განთავსებას, როგორიც არის სამსახურის საქმიანობის ყოველთვიური ანგარიშები, დაიჯესტები, სხვადასხვა სტატისტიკები, შემეცნებითი სტატიები. აქვე უნდა ითქვას, რომ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის უზრუნველყოფად 23-24 წლებში სამსახურის დაკვეთით დამზადდა და ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსდა 4 საინფორმაციო ვიდეო რგოლი, რომლითაც მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა ინფორმაცია მიიღოს მარტივი და გასაგები ფორმით, ასევე ერთ-ერთი ვიდეო რგოლი ადაპტირებული არის შიშმო პირებისთვისაც. 23-24 წლებში გამოიცა სტატიათა კრებული სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება, ასევე ვებგვერდზე განთავსდა და გამოქვეყნდა 7 სხვადასხვა თემატიკის სტატია. ასევე სანგარიშო პერიოდში წარმატებით იფუნქციონირა სამსახურის მიერ მომხმარებლებისთვის დანერგილმა ახალმა სერვისმა კონსულტაცია კომუნიკაციების ომბუდსმენთან, აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეავსოს ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა და შეათანხოს ვიზიტი ომბუდსმენთან მისთვის მისაღებ დროს. კონსულტაციის ფარგლებში მომხმარებელი განიხილავს კომუნიკაციების სფეროში მისთვის საინტერესო საკითხს და მიიღებს სამართლებრივ და კვალიფიციურ დახმარებას. აქვე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დამცველი სამსახურმა პირველად არსებობის მანძილზე შეიმუშავა 24-28 წლების სამსახურის გრძელვადიანი სტრატეგია, სადაც დეტალურადაა გაანალიზებული როგორც არსებული მდგომარეობა, ისე გამოწვევები და სამსახურის მიზნები. როგორც აღინიშნა, სამსახური მომხმარებელთა ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს ფართო სპექტრით და არ შემოიფარგლება მხოლოდ სამსახურში შემოსული განცხადება საჩივრების განხილვით. სამსახურის მიერ წარმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლიც არის არასრულწლოვანთა მავნეზე გალევნისგან დაცვა, მაუწყებლობასა და ინტერნეტ სივრცეში, ინტერნეტში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება, შეშმო პირთა უფლებები და დაცვის გარანტიები და ასე შემდეგ. საანგარიშო პერიოდში სამსახურის მხრიდან იდენტიფიცირდა თითოეული ესეთი საკითხი და განხორციელდა მომსახურების მიწოდებელი კომპანიები და ინფორმაციის გამოთხოვა და შესწავლა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული ინფორმაცია სამსახურის მიერ გაანალიზდა სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ სამართლებრივ რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, რაც ვრცლადაა წარმოდგენილი როგორც 24 წლის ანგარიში და მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 25 წლის სამსახურის აქტივობის ფარგლებში.
აქვე მინდა შევეხო შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობა სატელეკომუნიკაციო სფეროში, დამცველი სამსახურის 24-28 წლების სტრატეგიით და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ მიმართულებად განსაზღვრული არის კომპანიების მხრიდან შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით დადგენილი ვალდებულების შესრულების შესწავლა მონიტორინგი, ასევე სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა უფლებების და კომპანიების ვალდებულებების თაობაზე შშმ პირთათვის ცნობიერების ამაღლება. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე შშმ პირებისთვის როგორც მომსახურების ხელმისაწვდომის ისევე შშმ პირთა ინფორმაციული უზრუნველყოფას მომავალ წლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საანგარიშო პერიოდში დამცველი სამსახურმა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში უზრუნველყო შშმ პირებისთვის არაერთი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის ჩატარება, ასევე სამსახურის მიერ გამოქვეყნდა სტატია გზამკვლევი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სამართლებრივი გარანტიები სატელეკომუნიკაციო სფეროში, რაც ასევე ხელმისაწვდომი არის ჩვენს ვებგვერდზე. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სამსახური აქტიურად იყენებს ისეთ მოქნილ სამართლებრივ მექანიზმს, როგორიც არის მომსახურების მიწოდებელი კომპანიებისთვის სარეკომენდაციო მიმართვების გაგზავნა, სამონიტორინგო და კვლევითი აქტივობები. რეკომენდაცია თავისი შინაარსით შეიძლება იყოს როგორც ზოგადი ხასიათის, რომლის გაცემას დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდში გამოკვეთილი მნიშვნელოვანი მოცემულობით, კომპანიის მხრიდან უარყოფითი ზეგავლენის მქონე ქმედების განხორციელებით, ან ასეთი რისკის არსებობით, მსგავს შემთხვევაში სამსახურის შესაბამისი სამართლებრივი დასაბუთებით, მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას აძლევს მითითება რეკომენდაციას განახორციელოს გარკვეული ქმედება ან თავის შეიკავოს აღნიშნულისგან. რაც შეეხება ინდივიდუალური ხასიათის რეკომენდაციას, იგი გაიცემა კონკრეტული მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოების ფარგლებში. კერძოდ სამსახურმა ამ მიმართულებით 23 წელს გასცა ზოგადი ხასიათის 14, ინდივიდუალური ხასიათის 414, ხოლო მონიტორინგის ფარგლებში 198 სარეკომენდაციო მიმართვა. ხოლო 2024 წელს გასცა ზოგადი ხასიათის 12, ინდივიდუალური 326, ხოლო მონიტორინგის ფარგლებში 128 სარეკომენდაციო მიმართვა. 23-24 წლებში სამსახურის მიერ მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა საჩივარზე რეაგირებასთან დაკავშირებით მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიზნით განხორციელდა მაგთიკომიდან, სილქნეთიდან, სელფი მობაილიდან, სკაიტელიდან, შპს ახალი ქსელებიდან შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე შერჩეული იმ მომხმარებელთა საკონტაქტო მონაცემების გამოთხოვა, რომელთაც კომპანიაში საანგარიშო პერიოდში ჰქონდათ დაფიქსირებული პრეტენზია საჩივარი. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით სამსახურის მხრიდან განხორციელდა მომხმარებლებთან კომუნიკაცია, დაგზავნილ იქნა შესაბამისი კითხვარები და მიღებული იქნა ინფორმაცია კომპანიების მხრიდან გაწეული რეაგირების შესახებ. ცალკე უნდა გამოიყოს სამსახურის ისეთი კვლევითი მიმართულება, რომელიც 2023-24 წლებში პირველად იქნა განხორციელებული და ემსახურება თვითგანვითარებას და მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებას, აღნიშნულის ფარგლებში განხორციელდა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული იმ მომხმარებელთა გამოკითხვა, რომლებსაც უსარგებლიათ სამსახურის სერვისით, კერძოდ მომხმარებელს გაეგზავნა ჩემდეგი შინაარსის კითხვები, თუ როგორ შეაფასებთ სამსახურის მომსახურებას, გაუწევთ თუ არა სხვა მომხმარებელს დახმარებისთვის მიმართოს რეკომენდაციას ომბუდსმენის სამსახურს, გამოიყენებთ თუ არა კვლავ სამსახურის სერვისს და ასე შემდეგ. კვლევების ფარგლებში მიღებული მონაცემების ანალიზი სამსახურის მიერ გამოიყენება შესაბამისი საპრევენციო მექანიზმების ასამოქმედებლად. სამსახურისთვის მნიშვნელოვანი არის პარტნიორობა, თანამშრომლობა უწყებათა შორის დონეზე და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა. გასული წლების მსგავსად 23-24 წლებში სამსახური აქტიურად იყო ჩართული მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით გამართულ ღონისძიებებში, სადაც წარმოადგენდა ინფორმაციას საკომუნიკაციო სფეროში დადგენილი დაცვის მექანიზმების და მისი აღსრულების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. კერძოდ სამსახურმა მონაწილეობა მიიღო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მეორე საერთაშორისო კვირეულში, ამ კვირეულის ფარგლებში გამართულ ყველა ღონისძიებაში, მათ შორის თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში და ბათუმში. ასევე კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე სამსახური აქტიურად იყო ჩართული მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში და მონაწილეობას იღებს ამ მიზნით გამართულ ყველა ღონისძიებაში. ჩემი მოხსენების ფარგლებში ვეცადე ძალიან მოკლედ წარმომედგინა ის აქტივობები და საქმიანობის შედეგები, რაც 23-24 წლის. აი ვცვლად, აი აქ არის სლაიდი.
რაც 23-24 წლის მანძილზე იქნა განხორციელებული სამსახურის მიერ, ამასთან ვფიქრობ, რომ წინამდებარი ანგარიში იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეექმნას წარმოდგენა სატელეკომუნიკაციო სფეროში უფლებრივი დაცვის კუთხით არსებული საკანონმდებლო რეგულაციების პრაქტიკაში მათი გამოყენების და საქმიანობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევების შესახებ. თუმცა იმასაც ვიტყვით, რომ გამოწვევები მომხმარებელთა დაცვის კუთხით კვლავ არსებობს, შესაბამისად ანგარიში წარმოდგენილი მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით სამსახურის მიერ შემუშავებული თითოეული მექანიზმი, რის თაობაზეც მე ვისაუბრე, მიმდინარე წელსაც იქნება პერმანენტულად გააქტიურებული შემოხვედრის საჭიროებიდან გამომდინარე. და გამიგრძელდა. ორი წლის ანგარიშმა ასეც და მეგობრებო, კითხვები ხომ არ გვაქვს კოლეგებო, ან კომენტარები? დიახ, 2 წლის ანგარიში იყო 23. ქალბატონო კაცო, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ანგარიში იყო, ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთი მხრივ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის სივრცეში ჯანსაღი კონკურენცია შენარჩუნდეს, გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამი დიდი მოთამაშე, ამის გარდა კიდევ საშუალო და ძველი მოთამაშეებია, რაც ბაზარს კონკურენტულად ქმნის და ძალიან მადლობა გაწეული შრომისთვის და ანგარიშისთვის და მადლობთ დღევანდელი მოხსენებისთვის. ვთხოვთ ცნობად მივიღოთ აღნიშნული მადლობთ. და მეშვიდე საკითხი გთხოვთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასაქმების პოლიტიკის გაგეგმისა და განხორციელების 2024 წლის ანგარიში მომხსენებელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიათა დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ცაგარიაშვილი. გთხოვთ ბატონო გიორგი, გუშინ ისეთი შემოტავა ჰქონდა აღნიშნული ანგარიშთან დაკავშირებით, გისმენთ ძალიან ყურადღებით. ყველა საინტერესებდა როგორ მიდის საქმე დასაქმების ნაწილში. მოგახსენებთ. პრინციპში წარმოდგენილია ძალიან დეტალური ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ. და მე შევეცდები მოკლედ ძირითადი ასპექტები წარმოგიდგინოთ ამ ანგარიშის. საკმაოდ საინტერესოდ არის ჩამოყალიბებული ანგარიში, წარმოდგენილია როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტში და ძირითად ასპექტებს ახლა წარმოადგენ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. მინდა გითხრათ, რომ ამ პროგრამის ახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 4 ძირითადი პროგრამა არის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩამოგითვლით ამ პროგრამებს, ეს პირველი ეს არის დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება, განხორციელება. მეორე პროგრამაა, რომელსაც აღნიშნული სააგენტო ახორციელებს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა, რომლის მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით, გაძლიერებით სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა. მესამე პროგრამაა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება, მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის დახმარების უზრუნველყოფის გზით. და მეოთხე პროგრამა არის არასამხედრო ალტერნატიულ შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა, რომლის მიზანია არასამხედრო ალტერნატიული შრომითი მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი პროგრამა ახლა აქტიურად ხორციელდება ჩვენს მიერ და შეიძლება კითხვებიც გაუჩნდეს ვინმეს რა შუაშია დასაქმების სააგენტო და არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა, მაგრამ ბედმა და განგებამ ასე გადაწყვიტა, რომ დასაქმების სამინისტრო გაუძღვის ამ ქვეპროგრამის განხორციელებას, რაც არის საკმაოდ შრომატევადი საქმე და მთავარი მიზანი ჩვენი არის, რომ 45-ლარიანი ეპისკოპოსები ქვეყანაში აღარ უყავდეს, დამცნობებს აგერ იღებდნენ ჩიტაძის ქუჩაზე ჩვენგან ახლოს და ადამიანები ჩამოყალიბდნენ, ან უნდა წავიდნენ სამხედრო სამსახურში
და მათ საქართველოს კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობა აძლევს იმის საშუალებას, რომ ალტერნატიული გზებით და საშუალებებით მოიხადონ თავისი ვალი სამშობლოს წინაშე და აირჩიონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. და ეს ყველაფერი მოქმედებდა იქამდეც და სამხედრო კოდექსის მიღების შემდეგ უფრო ჩამოიქნა, დაიხვეწა და უფრო ნათელი გახდა სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველანაირი შავი, ეგრეთ წოდებული შავი ხვრელები ამოგვევსო და არ არის გამორიცხული, რომ მომავალში საქართველოს პარლამენტს კიდევ მიმართოთ საკანონმდებლო ინიციატივებით. მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტრო ამზადებს ინიციატივებს, რომ გარკვეული ნაბიჯები ხარვეზების აღმოფხვის მიზნით გადაიდგას, რომ სრულად დაიხვეწოს მათ შორის არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ეტაპები ჩვენ ქვეყანაში. მე შემიძლია მოკლედ წარმოგიდგინოთ თქვენ 20-24 წლის საქმიანობის ძირითადი სტატისტიკური მონაცემები, მე მგონი ეს ციფრები ბრავლისმეტყველია და ძალიან კარგად წარმოაჩენს ძალიან დიდ პროგრესს ამ მიმართულებით, რაც საქართველოს ხელისუფლებას და მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს და კონკრეტულად დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოს აქვს ამ მიმართულებით. 20-24 წლების ჯამურ მაჩვენებლებს შევეხები ჯერ შრომითი ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ 4 წლის არასრული 4 წლის მანძილზე დარეგისტრირდა სულ 73507 სამუშაოს მაძიებელი. ინდივიდუალური კონსულტირება ქვეყნის მასშტაბით რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე გაეწია 116919 სამუშაოს მაძიებელს, 86151 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მუნიციპალურ დონეზე გაეწია კონსულტირება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მიზნით. აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაიწყო 22 წლიდან და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სააგენტო შეიქმნა 2020 წელს, ეს ის პერიოდია, როცა მძვინვარებდა კოვიდი მთელ სოფლიოში და საქართველოშიც, ამიტომ ამ მიმართულებით აქტივობები შეძლებს და გვარად კი ხორციელდებოდა, მაგრამ მაინც შეზღუდულები ვიყავით ოპერირების მიმართულებით და ეს უნდა გავითვალისწინოთ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა 32804 პირი, გარდა ამისა 39707 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა დასაქმებულიყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე. მოუწყვალდა და დაბალკონკურენტურიანი სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისთვის ხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 952 მოწყვლად პირს გაუწიეს ხარდაჭერითი მომსახურება. კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება გაეწია 15577 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის 173 პირს საზღერახსრულების დაწესებულებებში. საშუალო მომსახურება მიეწოდა 13777 სამუშაოს მაძიებელს, ჩატარდა 53 დასაქმების ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000-მდე დამსაქმებელმა, ანუ კომპანიამ და 6000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. სტაჟიერების პროგრამაში ჩაერთო 111 დამსაქმებელი და 664 სამუშაოს მაძიებელი სტაჟიორი. ხელფასის სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო 20 დამსაქმებელი და 31 სამუშაოს მაძიებელი. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადების მოკვლევადიან პროგრამებში სულ ამ წლების მანძილზე ჩაერთო 12652 სამუშაოს მაძიებელი. საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივ დასაქმების მიზნით გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის 4028 პირზე გაიცა სამუშაოს ნებართვა გერმანული მხარის მიერ. და მოკლედ მოგითხრობთ 24 წლის მაჩვენებლების შესახებ. ამ წელს, წინა წელს უფრო სწორედ საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირდა 8484 სამუშაოს მაძიებელი, 10666 პირს გაეწია კონსულტირება, საიდანაც დასაქმდა 1074 სამუშაოს მაძიებელი, 39707 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს გაეწია კონსულტირება საზოგადოებრივ სამუშაოების დასაქმების მიზნით, ღია შრომით ბაზარზე დასაქმდა 9393 სამუშაოს მაძიებელი, სოციალურად დაუცველი პირი, 267 პირს მიეწოდა მხარდაჭერითი მომსახურება, საიდანაც დასაქმდა 39 სამუშაოს მაძიებელი, ეს მოწყვლად და დაბალ კონკურენტურიან სამუშაოს მაძიებლებს შეეხება. 5156 სამუშაოს მაძიებელს გაეწია კონსულტირება კარიერის დაგეგმვის და პროფესიული კონსულტირების მიმართულებით, საიდანაც დასაქმდა 533 სამუშაოს მაძიებელი.
4095 პირს მიეწოდა საშუალო მომსახურება, საიდანაც დასაქმდა 1548 სამუშაოს მაძიებელი, ჩატარდა 7 ფორუმი წინა წელს, სადაც მონაწილეობა მიიღო 240-ზე მეტმა კომპანიამ და 1400-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა, ჩვენმა მოქალაქემ. სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 20 დამსაქმებელი და 91 სამუშაოს მაძიებელი. პროგრამაში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადების პროგრამაში ჩაერთო 3692 პირი და დასაქმდა 2898 სამუშაოს მაძიებელი. ამ პროგრამას ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან. კი ბატონო. დიახ. კი. და ამ პროგრამას აქტიურად ვახორციელებთ, მომავალშიც განვახორციელებთ. კი. და ეს არის ძირითადი მონაცემები, რაზეც მე მინდოდა თქვენი ყურადღება შემეჩერებინა. მოგეხსენებათ, ეს ანგარიში ზოგადად დასაქმების პოლიტიკის ანგარიშია, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა, სამინისტრო, სააგენტო. ერთ მნიშვნელოვან მომენტს შევაჩერებ თქვენ ყურადღებას. აქ არის სპეციალური თავი წარმოდგენილი შრომით მიგრაციას რაც ეხება. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები, რომლის მოგვარებისკენ და გადაახვისკენ ჩვენ ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ 23 წლიდან. აღნიშნული საკითხების უკეთ დარეგულირების მიზნით 23 წლის 1 სექტემბრიდან შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიქმნა და განვითარდა შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ახალი ნორმები, მექანიზმები, რამაც გარკვეულწილად გაამართლა ამ ეტაპზე. აღნიშნულ მეტყველებს სამინისტროში არსებული ოფიციალური მონაცემები, მაგალითად 15 წლიდან 23 წლამდე 8 წლის განმავლობაში ჯამში სამინისტროში შემოსული იყო ინფორმაცია მხოლოდ 3800 უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ხოლო 23 წლის 1 სექტემბრიდან წელიწადნახევარში სამინისტროს შრომითი მიგრაციის სისტემაში ყოველდღიურად ემატება საშუალოდ 50-დან 100-მდე საქართველოში დასაქმებული უცხოელი. მიუხედავად ამისა, როდესაც რეგულირება და აღრიცხვა არსებული ზოგადი საიმიგრაციო ტენდენციები და სტატისტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს ხელთარსებული ოფიციალურ სტანობას. ამ პრობლემებზე საუბარი შესაძლებელია ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებით, მაგალითად, მხოლოდ 22-23 წლებში მოქალაქე, რომელიც საქართველოში დარჩა მინიმუმ 6 თვე პლუს 1 დღე, ეს არის ის მეთოდი, რითიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური თვლის იმიგრანტებს. შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ მიგრაციის ძირითადი მიზანი და შემადგენელი ნაწილი დასაქმება და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობაა, შეიძლება ითქვას, რომ სამინისტროს სისტემაში არსებული სტატისტიკა ნამდვილად არ ასახავს საქართველოში დასაქმებული შრომითი მიგრანტების ზუსტ ციფრს. ასევე უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა და დასაქმების რეალური კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში დასაქმებაზე უარესთმის მექანიზმის არარსებობა. აღნიშნული კი თავის მხრივ განაპირობებს საქართველოში არაკვალიფიციური მუშახელის შემოსვლას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება როგორც ადგილობრივ სამუშაო ძალაზე, ასევე შრომის ბაზრის ინტერესებზეც. აღნიშნული გამოწვევებისა და საქართველოში დასაქმებული უცხოელების რეალური ციფრის განსაზღვრის, ასევე არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოვლენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ძალზედ კრიტიკული საკითხი, რომელიც საჭიროებს დახვეწას და მომავალში გადახედვას. ესენია შრომითი იმიგრანტის საქართველოში დასაქმების უფლების მოპოვების მიზნით ამ უცხოელი შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციაზე, შესაბამისი საფუძვლისა და საჭიროების არსებობის შემთხვევაში უარის თქმის ან რეგისტრაცია შეწყვეტის გაუქმების მექანიზმის არარსებობა და შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტის მიერ შესაბამისი ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მოპოვების ვალდებულების არარსებობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე და პრაქტიკას დაყრდნობით უნდა დამკვიდრდეს და ამის მოგვარების საუკეთესო ვარიანტიც საშუალება იქნება შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოში კანონის ცვლილებების განხორციელება და შრომითი ნებართვების სისტემის დანერგვა. აღნიშნული მექანიზმი აუცილებლად დადებითად აისახება როგორც ქვეყნის შრომის ბაზარზე, ასევე კიდევ უფრო ხელშეუწყობს ქვეყანაში ადგილობრივ სამუშაო ძალის განვითარებას და მათ კონკურენტუნარიანობას. არ დაგიმალავთ და ამ მიმართულებით ჩვენ უკვე გადადგმული გვაქვს გარკვეული ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ჩვენ კოლეგებთან ერთად მუშაობთ ამ სისტემის დახვეწაზე, რომელიც
შრომის ბაზრის დასვისკენ იქნება ორიენტირებული. აუცილებლად მისახედია ეს საკითხი და ბატონი შოთა თქვენი მხარდაჭერის იმედიც გვექნება ამ საკითხების მოგვარებისას. მადლობთ ბატონო გიორგი, კომენტარი თუ გაქვთ კითხვები, გისმენთ მარიამ. მოგესალმებით ბატონო გია, მოგილოცავთ გიორგობას პერსონალურადაც. და კარგი არის გიხილოთ ისევ ჩვენს კედლებში. ახლა რაც შეეხება თვითონ ანგარიშს, პირველ რიგში ბოლო ნაწილზე, რაზეც გამახვილეთ ყურადღება, როგორც წინა სხდომაზეც, ასევე სესიაზეც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ასევე ჯანდაცვის კომიტეტის მხრიდან, როგორც ვიცით და გვაქვს ინფორმაცია, შრომით მიგრაციის ნაწილზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩვენი მხრიდანაც რა ნაწილშიც იქნება თემატურად ჩავერთვებით და იმედი გვაქვს, რომ ის გამოწვევები ახმოფხრილი იქნება. რაც შეეხება კითხვებს, სამი კითხვა მაქვს. პირველი შეეხება თქვენ ანგარიში აღნიშნული იყო მობილური ჯგუფის ახალი სისტემა დაანერგეთ, სტანდარტის დოკუმენტი და აი უშუალოდ ეს ინიციატივა როგორ ეხმარება სოფლად მცხოვრების სამუშაოს მაძიებლების დასაქმებას. პირველი ეს კითხვა მაქვს. მეორე ანგარიში ასევე ნახსენები იყო, რომ მუშაობდა წლის ბოლოსთვის დასრულდება ბაზრის მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა. ამასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ გითხრათ, როგორ გაუმჯობესებს და ასევე აი სუფთა ტექნიკურ ნაწილში მექნება კითხვა, თქვენ ახალ სისტემას ამუშავებთ და ვთქვათ იგივე ამ ქართველი პროგრამისტები ამუშავებენ ამ პლატფორმას თუ არსებობს ვთქვათ მაგალითად ევროკავშირში არსებული პლატფორმები და იმის გადმოტანა ხდება და მესამე კითხვა გერმანიასა და ისრაელთან არსებული თანამშრომლობების ნაწილში ეს შრომითი გაცვლითი დასაქმების პროგრამის ნაწილში სადაც 2000-მდე ადამიანმა ისარგებლა. ამას რა, ასე ვთქვათ, შემდგომი ნაბიჯები მოყვა, როგორია უკუგება, ასე ვთქვათ, და უკავშირი ამ პროგრამასთან დაკავშირებით და ხომ არ იგეგმება სხვა ქვეყნებთანაც მსგავსი პროგრამის განხორციელება. მადლობა. მოგესალმებით. მე წარმოვადგენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გახლავართ ხათუნაც ერთვაძე. მადლობა უპირველეს ყოვლისა კომიტეტს დაინტერესებისთვის და ჩვენი ანგარიშის მოსმენისთვის. პირველ კითხვას რაც შეეხება მობილურ ჯგუფებთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ როგორც ბატონმა გიამ აღნიშნა, სააგენტო შეიქმნა 2020 წელს, სააგენტო წარმოდგენილია თბილისში და ქვეყნის 10 რეგიონში. რეგიონალური წარმომადგენლობების გარდა ჩვენ გადავდივართ უკვე მუნიციპალურ დონეზე, რომ ვიყოთ წარმოდგენილი. ვინაიდან რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებს ხშირ შემთხვევაში უჭირს, რომ რეგიონმა დაფაროს მთლიანად. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვართ წარმოდგენილი რეგიონების გარდა 7 მუნიციპალიტეტში და წელს უკვე 2025 წელს დაგვემატება კიდევ 8 მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი კონსულტანტი იქნება სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობაში ერთობრივად ერთი ფანჯრის პრინციპით იქნება ჩვენი წარმომადგენელიც, ჩვენი კონსულტანტი და უკვე ადგილზე შეუძლია მოქალაქემ მიიღოს ყველა ის სერვისი და მომსახურება, რასაც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თავაზობს მათ. რადგან ამ ეტაპზე არ ვართ წარმოდგენილი სრულად ყველა მუნიციპალიტეტში, ამიტომ ჩვენ შევქმნით მობილური ჯგუფები, რომლებიც პერმანენტულად გადაადგილდებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის სოფლებშიც და ადგილზე არეგისტრირებენ მოქალაქეებს ჩვენს პორტალზე და სთავაზობენ იმ სერვისს, რაც შეუძლია რომ სააგენტომ შესთავაზოს და რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ ეს ადამიანები ჩავრთოთ ესე გამოდის, რომ სახლიდან გამოუსვლელად თავის თუნდაც სოფელში მივაკითხოთ უბანში და ეს მოქალაქეები რაღაცნაირად დავაინტერესოთ და ჩავრთოთ ჩვენ სერვისებში და პროგრამებში. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ნიტ ახალგაზრდებისთვის, რომ რამენაირად მოვახერხოთ და ეს ადამიანები დავაინტერესოთ და ჩავრთოთ სხვადასხვა ჩვენს აქტივობაში. რაც შეეხება ჩვენს
ჩვენს პორტალს WorkNet-ი დღეს არსებობს და მუშაობთ, მაგრამ სამწუხაროდ არსებულ პორტალს აქვს მხოლოდ ბექი და ეს არ არის ღია მოქალაქეებისთვის და დამსაქმებლებისთვის. ეხლა მუშაობთ სამინისტროში არის ერთ-ერთი SIP, საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი საქვეუწყებო დაწესებულება და ჩვენი კოლეგები მუშაობენ აღნიშნულ პორტალზე და დაახლოებით წლის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვეგმავთ, რომ ეს WorkNet-ი არის საკმაოდ კომპლექსური, მოიცავს ბევრ სხვადასხვა კომპონენტს და სხვადასხვა მიმართულებას. ამ ეტაპზე წლის ბოლოსთვის ჩვენ გვეგმავთ, რომ დასაქმების კომპონენტი უკვე ჩავუშვათ, როგორც ბექი, ასევე მოქალაქეებისთვის და დამსაქმებლებისთვის, სამუშაოს მაძიებლებისთვის და დამსაქმებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყოს ეს პორტალი და შემდგომ უკვე გადავალთ სხვადასხვა მიმართულებებზე, როგორც არის მომზადება, გადამზადება, როგორც არის თუნდაც შრომითი ალტერნატიული სამსახური და ყველა ის პროგრამა და სერვისი იქნება ერთ პორტალზე ასახული. ნებისმიერ ადამიანს ახლიდან გაუსვლელად შეუძლია შევიდეს ვებგვერდზე და დარეგისტრირდეს, მისთვის სასურველი ვაკანსია მოიძიოს, ასევე წარმოადგინოს თავისი რეზიუმე სრულად, ასევე ჩვენი მომზადება გადამზადების კურსებზე დარეგისტრირდეს, ასევე სტაჟირების პროგრამაში ჩაერთოს და ასე შემდეგ. ეს არის ახალი პროგრამა. არც ევროპული გამოცდილებით არა, ეს უბრალოდ ჩვენი WorkNet-ი ეხლა რაც არსებობს, რაღაც მასზე დაშენებული მსგავსი პრინციპის იქნება, მაგრამ მისგან თვისებრივად განსხვავებული არის იმით, რომ ბევრად დახვეწილია, ბევრად უფრო მეტი ფუნქცია ექნება და ეს იქნება სრულად ახალი, მაგრამ ეს იქნება ჩვენი ქართველი სპეციალისტებით გაკეთებული საიტი. და მიგრაციას რაც შეეხება გერმანიასთან ჩვენ ყოველი წლის დასაწყისში ვაფორმებთ შეთანხმებას, წელსაც გავაფორმეთ შეთანხმება და თავიდანვე საწყის ეტაპზეც იყო 5000 კვოტა და ეხლაც გვაქვს 5000. სიმართლე გითხრათ, ბოლო წლებში, ანუ პირველ წელს უფრო გაცილებით აქტიურად იყო სააგენტო ჩართული აი ამ ბენეფიციარების დასაქმებასთან დაკავშირებით. ეხლაც ჩართული, ანუ მე იმას არ გულისხმობ, რომ სააგენტო არ არის, უბრალოდ ერთხელ რომ იყვნენ დასაქმებელთან და უკვე ეხლა შეუძლიათ უკვე თვითონ თუმცა კი გერმანული მხარე გვაწვდის ჩვენ მონაცემებს და საკმაოდ კარგია მიმართვიანობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდებისთვის ზაფხულის სეზონზე, იცით რომ სეზონური სამუშაოა, ზაფხულის განმავლობაში აქტიურად არის მიმართვიანობა. მაგრამ აი როგორც ვთქვი, ჩვენი ჩართვის გარეშეც უკვე, რადგან ერთხელ ეს გზა გაიკვალა და უკვე მათ შეუძლიათ და იციან სად უნდა მივიდნენ და ვის უნდა მიმართონ, ჩვენი ჩართვის გარეშეც ხდება ჩვენი ჩართულობით, მაგრამ ჩვენი ჩართვის გარეშეც ხდება მათი დასაქმება გერმანიაში. ისრაელთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აქვს კომენტარი. პირველი ძალიან დიდი მადლობა აღნიშნული ანგარიშისთვის. გამომდინარე ეკონომიკური სექტორების გასწრაფი განვითარებიდან და იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ბაზარი მნიშვნელოვნად დასტრესილია, მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა დაეთმოს განათლების სამინისტროს მხრიდან პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რადგან ყველაზე ეფექტური პროგრამა მაინც პროფესიული გადამზადების პროგრამები არის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რესურსი, რომელიც იხარჯება დასაქმების ნაწილში, რაც შეიძლება მაქსიმალურად უკებითი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ რესურსი გვაქვს წირი და ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად. ჩვენ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან განსაკუთრებული მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, ასევე ქალბატონ ბაიაკვიციანთან, მის საკურაციოშია უნარების სააგენტო, ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ. ეხლა ერთობრივ პროექტსაც ვახორციელებთ სკოლებში ინტეგრირებული სწავლების პროგრამა, რომლის ერთი ფაზა დავასრულეთ და ეხლა შემდეგ ფაზას უკვე ივნისის ბოლომდე ალბათ განვახორციელებთ. ეს ინტეგრირებული სწავლების პროგრამა არის დამამთავრებელი კლასის მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. მათ ისინი შეიძენენ კონკრეტულ უნარ-ჩვევებს, რის საფუძველზეც შემდეგ უკვე შეეძლებათ, რომ მომზადება გადამზადების პროგრამები, მე მინდა ვთქვა, რომ არის ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისთვის და ასევე სტაჟირების პროგრამას გავუსვავდი ხაზს, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ანაზღაურებადი სტაჟირება, მაგრამ ეს განსხვავდება სახელმწიფო სტაჟირების პროგრამისგან. ეს არის სტაჟირების პროგრამა
პროგრამა ერთ-ერთი ქვეკომპონენტი, როგორც დასაქმების ხელშეწყობა. ეს არის ჩვენი დასაქმების ხელშეწყობის ერთ-ერთი ქვეკომპონენტი და ეს განსხვავდება სახელმწიფო სტაჟირების პროგრამისგან. ჩვენ 200 ლარი გქონდა გასულ წელს სტიპენდია სტაჟირებასთან დაკავშირებით, წელს გავზარდეთ 400 ლარია და ძალიან დიდი მომართვიანობა გვაქვს, როგორც დამსაქმებლების მხრიდან არის ძალიან დიდი ინტერესი, ასევე ბენეფიციარებისგანაც არის ძალიან დიდი ინტერესი. კარგი. და მე მაგნატილში ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება და ჩემი რეკომენდაცია პირად იქნება, რომ პროფესიონალურ განათლებას, პოპულარიზაციას რომ უფრო მეტი რესურსი დაეთმოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში აღნიშნული პროფესიები, ტექნიკური პროფესიული არაპოპულარულია, თუმცა მოსახლეობას ბოლომდე არ ესმის, რამდენად მოთხოვნადია და რამდენად მაღალანაზღაურადი პროფესიებია, როდესაც საუბარი გვაქვს კონკრეტულ ტექნიკურ განათლებაზე, როდესაც სპეციალისტის ჩამოყალიბებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა რომ ამ მიმართულებით ასე აქტიურად მუშაობს. მეორე მიმართულებით, რაზედაც მე მინდა რომ ხაზი გაუსვა, ვადუნა გიორგი მახსენა მიგრაციის პოლიტიკის ჩამოყალიბება, თუმცა აქაც ძალიან ყურადღებით და აკურატულად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ერთი მხრივ ჩვენი მიზანი არის რომ ქვეყანაში გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა და მიზანი არის რომ ორნიშნა ან ახლო ორნიშნას ციფრთან დაგავაგრძელოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში და ეს შეუძლებელია თუ სამუშაო ბაზარი არ იქნა კონკურენტუნარიანი. და კონკურენტუნარიანობაში იგულისხმება, როგორც მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, სამუშაო რესურსი, სამუშაო ბაზარი, ასევე მნიშვნელოვნად ხელი უნდა შეუწყოთ, რომ სწორი პროცესებით, ასე რომ ვთქვა, სწორი სამიგრაციო პოლიტიკით, რომ შევძლოთ თუ კონკრეტულ სექტორებში, სადაც სპეციალისტების დეფიციტი არის, რომ იქ კონკრეტული უზრუნველყოფა იყოს ეკონომიკური სექტორების, რადგანაც არ მოხდეს სპეციალისტების მქონობის გამო ან შესაბამისი რაოდენობის მქონის გამო არ მოხდეს ეკონომიკური სექტორების განვითარების შეფერხება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დაბალანსებული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში ჩვენ მაქსიმალურ ხარჯს დაუჭერთ ყველა კანონმდებლობას, რომელიც ბალანსს დაიცავს ერთი მხრივ ადგილობრივ ბაზარს და მეორე მხრივ საშუალებას მისცეს ეკონომიკას, რომ მოზიდებული მიგრაციით კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს. ეს არის ჩემი კომენტარი. დიდი მადლობა აგრესული ანგარიშად, გთხოვთ აკო. მოგესალმებით, მე ერთი კომენტარი მექნება და კითხვა უბრალოდ რომ ამ პროფესიულ საგამართლობო პროგრამებზე, როგორც ვიცით, არის ესეთი ვაუჩერები, სადაც სტუდენტი მოგმართავთ, რომ უნდა რომ ისწავლოს და თუ ამა თუ იმ აკრედიტებულ პროგრამებში თუ ჩაჯდება, სახელმწიფო უხდის, ხო სწორი ვარ. და დღეს საუბრობდით და რაღაც ესეთ პრობლემას წავაწყეთ. როგორც ვიცით, ერთ ადამიანზე სახელმწიფო მხოლოდ ერთხელ გაცემს ვაუჩერს. ანუ შეიძლება თუ არა რომ მაგალითად ორი კურსი გაიაროს და არა ერთი. აი მან იყო რაღაც პრობლემები, რომ მაგალითად თუ ფინანსისტობა უნდა და ორი არის ესეთი ფინანსები და ბუღალტერია და ორივეს გავლა უნდა, რომ ჯერ ბუღალტერია ისწავლოს და მერე ფინანსები არა, ერთი უნდა ავირჩიო, ისე არ შეიძლება, ანუ აი ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ. დიახ, ანუ პროფესიული მომზადება გადამზადების კურსები გვაქვს ჩვენ წლის დასაწყისში დგინდება მოთხოვნადი პროფესიები უნარების სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი კვლევის საფუძველზე და აი მოთხოვნადი პროფესიებიდან გამომდინარე სააგენტოში არის უწყებათა შორისი კომისია და კომისიის საფუძველზე ხდება უკვე განაცხადების მიღება სახელმწიფო და კერძო კოლეჯებისგან სხვადასხვა კურსების დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩვენ ვაფინანსებთ სრულად 100%-ით ყველა წარმოდგენილ კურსს, მაგრამ კურსი უნდა იყოს აუცილებლად აპრიორი მოთხოვნა არის, რომ უნდა იყოს ავტორიზირებული. რაც შეეხება ბენეფიციარების ჩართულობას, ჩვენ რა თქმა უნდა ბიუჯეტში შეზღუდული ვართ, პროგრამის ბიუჯეტი წელს განისაზღვრა 5.500.000 ლარით, ეს მოიცავს როგორც პროფესიულ მომზადება-გადამზადებას, ასევე სტაჟირებას და არ არის უბრალოდ გამიჯნული პროფესიულის და სტაჟირების
სტაჟირების თანხები, ეს 5,500,000 არის სრულად ამ პროგრამის ბიუჯეტი. ჩვენ გვყავს მოწყვლადი ჯგუფები, რომელსაც ენიჭება პრიორიტეტი პირველადად, თუ კურსზე დავშვათ არის რაღაც რაოდენობა ადგილების, მოწყვლადი ჯგუფებს ენიჭებათ პრიორიტეტი და მერე უკვე დანარჩენს. და ამიტომ არის ხოლმე ესე რომ ამის ფუფუნება არ აგვაქვს რომ რამდენიმე კურსი ერთ ბენეფიციარს ჩვენი რამდენიმე კურსი გავატაროთ და ეს შეზღუდვა კი არის ამ ეტაპზე, მაგრამ ესეც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე უბრალოდ შეუძლებელია ყველა კურსი ერთ ადამიანს თუნდაც სურვილის შემთხვევაში ან თუნდაც რამდენიმე კურსი გავატაროთ. კოლეგებო, ცნობად მივიღოთ აღნიშნული ანგარიშის მოსმენა. დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აქვს, თოთკენ შევყაროთ. დიდი მადლობა, დღევანდელი კომიტეტი დასრულებულია, მადლობა მონაწილეობისთვის.